ალბათ მე გულწრფელად გეტყვით, რომ არ მგონია, რომ ქართულ ოცნებას რაიმე შეუძლია, რომ შეცვალოს ახლა და არ მგონია, რომ რაღაც ერთი ან ორი რაღაც პატარა პრობლემის გამოსწორებით შეიძლება ან თავის იზოლაცია დაძლიოს, ან გადაარჩინოს უვიზო რეჟიმის დაკარგვა. მათ რაც შეიძლება გააკეთონ არის, რომ თავის მათზე დაწესებული სანქციები შეიძლება ან გადაავადონ რაღაცა ტიპის შეღავათი მოიპოვონ თუ სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამენ, მაგრამ მე მგონია რომ არ უნდა გქონდეს ილუზია რომ რამე ამას იზამენ პირიქით. მე რასაც ვხედავთ ბოლო კი არა, ყოველი კვირა რასაც უყურებთ არის უარესი წინა კვირაზე, ყოველი კვირა არის ახალი სიმაღლის თუ სიმდაბლის დაპყრობა და არის ასევე კიდევ უფრო გამძაფრებული ანტიევროპული რიტორიკა. მე მაგ ესეთი ჩაბეჭდილება, რომ დილით რო იღვიძებენ, იციან რომ რაღაცნაირად ევროპას უნდა დაარტყან და მე ეძებენ აბა რა კუთხით დაარტყან. ეხა შვედეთია იჩება. ხო და მაგას რომ ნახე და შვედეთი იმის წინ იყო, ბაია პატარაიას რაღაც განცხადება იყო და ის გამოიყენა რომ ევროპაზე დაერეთხა, იმის წინ კიდე რაღაც სხვა განცხადება იყო. ანუ როგორც მოდეს, მე არ მგონია რომ ან შვედეთი, ან ბაიას განცხადება, ან რაიმე სხვა განცხადება არის ის რაც მათ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ სტრატეგიული ამოცანა აქვს ევროპას ურტყან. ამას რატო აკეთებენ, ამას ალკე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ეს აქვს ეხლა კონკრეტული მიმართულება და მე რაც ხელში მოხვდებათ, იმით ურტყავ. შვედეთის მაგალითი რო ავიღოთ, ხო? შვედეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, როდესაც შეხვდა LGBT თანამეგობრობას თუ საზოგადოებას უკრაინაში, მათ გამოუცხადა მხარდაჭერა და თქვა, რომ მნიშვნელოვანი საკითხი არის ეს გაწევრიანებაში. ეს ცალკე განცხადება რო ავიღოთ, არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მხარდაჭერა კონკრეტული ადამიანებისთვის უკრაინაში. ქართულმა ოცნებამ, ისე როგორც ყველა ვინც ერკვევა ოდნავ ევროკავშირის საქმიანობაში, ძალიან კარგად იცის, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება არ არის ევროკავშირის მოთხოვნა გასაწევრიანება. არ არის. უბრალოდ არც ერთ საკანონმდებლო მოთხოვნაში ან რაიმე კრიტერიუმში ეგ არ ფიგურდება. მარტივად გადამოწმებად ინფორმაცია არის. იმიტომ თვითონ ევროკავშირში არიან ქვეყნები, სადაც არის ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალიზებული, სადაც არ არის. შესაბამისად, ეს არის მოცემულობა. ტაბურეტკებით არსად არ დასდევენ ადამიანებს. რასაც ევროკავშირი ითხოვს, არის რომ დისკრიმინაცია არ იყოს არც ერთი ნიშნით, მათ შორის არც სქესობრივი იდენტობის, გენდერული იდენტობის და ასე შემდეგ, ხო, ორიენტაციის მიხედვით. ეს არის არსი ეს რაც თქვი რომ რამე ვიპოვოთ რომ დავაშენოთ პროპაგანდა. რეალობა სად არის და ფაქტები სად არის. ამათ აინტერესებს რომ აიღო რაღაც განცხადება და მე ეს გამოიყენონ რომ რაღაცა თავის პროპაგანდისტულ გზავნილებში ჩასვა. ეგ არის და ეგ. მინიმალურ ძალისხმევაში იმას გულისხმობდი რომ მათი ამოცანა რომ იყოს რომ საქართველოს მოსახლეობას შეუნარჩუნონ სიკეთე ვიზა ლიბერალიზაციის სახით. არც ისეთი მოთხოვნები არის წამოყენებული, რასაც ნებისმიერი ხელისუფლება არ უნდა აკეთებდეს. უბრალოდ მათ ლოგიკაში აღარ ჯდება ეს ყველაფერი. ეგ ცალკე საკითხი არის, მგონია რომ ევროკავშირის ის წერილი საკმაოდ დიდი შეცდომა იყო, ამაზე ვისაუბრია კიდეც ჩვენ, იმიტომ რომ ეს არის წერილი, რომელიც გასაგებია ლოგიკურად გამოიგზავნა, იმიტომ რომ შარშანდელი მოხსენების მომდევნო წერილი იყო, მაგრამ აქ წერილს რო წაიკითხავ, განსხვავდება თითქოს შარშანდელი დეკემბრის მერე არაფერი არ მომხდარა. და შარშანდელი დეკემბრის მერე დრამატულად გაუარესდა მდგომარეობა, ხო? ამიტომ და რას იმ წერილს წერილ, რასაც ითხოვენ ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან, ქართული ოცნებისგან, ხო? ის მართლა ადვილი გასაკეთებელია. ორაგანი მაგასაც არ გააკეთებენ, ანუ თქვენ რო კითხეთ რომ რა შეიძლება გააკეთოსო, ეს რომ მართლა ოდნავ მაინც საქართველოს მოსახლეობის ბედიღბალით და მართლა დაინტერესებული იყოს შენარჩუნების შენარჩუნება პრაგმატულადაც შეიძლება აწყობდეს, იმიტომ რომ პრობლემაა. არაფერი მაგას არის. პირიქით, ესენი გააუარესებენ კიდევ უფრო და მათ შორის ის წერილიც გამოიყენეს თავისი პროპაგანდისთვის. ანუ წარმოგიდგენიათ რა დონეზე უნდა იყოს დაგეშილი ანტიევროპულ და ეს ხო შეუძლებელია რომ რუსეთის ინტერესი რო არის, სხვანაირად ანუ ამას ვერ ჩათვლის, სხვანაირად გადავისვა, რომ ეს არის რუსეთის ინტერესი, ხო მაგას ატარებენ. არადონეზე უნდა იყოს დაგეშილი, რომ სადღაც უკრაინაში ნათქვამი განცხადება, რომელიც ვინ გააშუქა, არც ვიცი საერთოდ, ანუ აი რომ დაგუგლოთ ის განცხადება, ხო, აი იპოვით შეიძლება ერთო რაღაც უკრაინულ საიტზე. ეგ იპოვო და მე იმისგან შექმნა მთელი დღის პროპაგანდისტული რუსული პროპაგანდა მონიტორინგებს ყავს რამებს, ახლა პირველად ხო შემოდის რიტორიკაში. აბსოლუტურად ცალსახა არის, რომ ეს არის პირდაპირ რუსული პროპაგანდის, ანუ რუსული ინტერესების გასატარებლად ხო ქართულ ოცნებას დაშედარებით გაეცა ამას პასუხი, რომ ეს რუსული ინტერესის გამტარები არიან თუ უბრალოდ მიიყვანა მოვლენათა ლოგიკამ აქამდე და აქვთ რაღაც
დინამიკა როგორი იყო, მაგას შეგვიძლია ვიდეოთ, მაგრამ დღეს რო ქართული ოცნება პირდაპირ იცავს საქართველოში რუსეთის ინტერესებს, ეგრეთ შემიძლია ცალსახა. მარტო პროპაგანდი და რიტორიკით კი არა. ხოლმე მათი ძალაუფლების გამყარება არ არის мотиваცია, მას არც შეუძლია რომ უკან დაიხიოს. შეიძლება ასე. მე არ მჯერა რომ მათ უნდათ რომ უკან დაიხიოთ, და მე არ მჯერა რომ ისინი ესე უყურებენ რომ აქვს თუ არა ლავირების საშუალება რომ უკან დაიხიონ და აქედან გამომდინარე მე მგონია რომ კიდევ უფრო ღრმად არიან ისინი დღეს უსაც დამოკიდებული, ვიდრე ჩვენ შეიძლება წარმოადგენელი გქონდეს. იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი აი ესე რომ განვაზოგა და სუფრაზე რომ განხილვა იყოს რა. თუ ეგეთი პრორუსები არიან და აი მართლა სხვა გზა არა. ის ხომ მაინც შეუძლიათ რუსეთს ელაპარაკონ, რომ იცით რა. მოდი ამ სისულელებს ვაკეთებიოთ, იმიტომ რომ ჩვენზე მეტი მეგობარი აქ არ აკყავთ და რა გინდათ. არა სიკეთეს იღებენ. ხო და მაგას მე მგონია რომ ამას უკვე აკეთებენ თავისი ინიციატივით, არ ამგონია რომ რაღაცა ინსტრუქცია მოსლოდათ იმისგან რომ არიქა აგერ არის შვედეთის პრემიერის განცხადება, ან აგერ არის ბაია პატარაის განცხადება, არიქა ამას და არა ეს აქვს ჩემი აზრით აღებული სტრატეგიული ხაზი მათ უნდათ რომ აქ ევროპის დემონიზება მოახდინოს, ამას თავისი ამოცანა აქვს. მე შემიძლია ამაზე ჩემი აზრი გითხრათ, რატო აკეთებენ ამას, იმიტომ რომ მათი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს საქართველოში არის პროევროპულად განწყობილი საზოგადოება და მათ ჩემი აზრით სწორად, მაგრამ მგონია რომ ასე შეერათ, რომ რაც უფრო მეტად დაარტყამენ ევროკავშირს, რაც უფრო მეტად მოახდინენ ევროკავშირის დემონიზებას, რაც უფრო მეტი ტრის ხატის შემქმნელი ინიციატივა იქნება, რაც უფრო მეტი კუთხი დაანახება საზოგადოებას, აი ევროკავშირი რა ცუდია, ომი, რაღაც ერთსქესიანთა ქორწინება, რელიგიური წინააღმდეგ და ასე შემდეგ, მით უფრო შეაძულებენ ქართულ ხალხს და გონიათ რომ ეს მათ გააძლიერებს. ჩემი აზრით ეს არის აბსოლუტურად ბრიყული მიდგომა, იმიტომ რომ ეს პირიქით არის ჩემი აზრით, მათ აუცილებლად შემოუტრიალდებათ უკან. თან ალტერნატივა რა არის? რუსეთ უნდა შეაყვარონ ამის ნაცვლად? რას ნიშნავს? მაგას ნიშნავს რეალურად რა, იმიტომ რომ ძალიან რთული ამოცანა ევროპა და დასავლეთის დემონიზება. მე მგონია რომ ეგ აქვს ახლა გადაწყვეტილი. არა, ის რომ დასავლეთს შეაძულონ. აკეთებენ და თუ ორივე გძულს და ვიღაცა უფრო მეტად შეიძლება მაგ-მიზანს. მე ვიცი შემთხვევაში ჩემს ეს არის ამ ქვეყნისთვის დამღუპველი ბუნებრივია, მაგრამ მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს გზა რაც ბევრჯერ გვინახავს, რომ არის გადამჩეხი თვითონ ქართული ოცნებისთვის, ზოგადად ვინც ამას აკეთებს იმ ხელისუფლების, ასევე იქნება ქართული